საღამოშვიდობის ეკა, რა თქმა უნდა, ეს საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი, არის ცენტრალური. მე ოდნავ უკან დავიწყებ. დღეს გავრცელდა, რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ნავალნის მეუღლის მიმართვა. თუ ნახეთ, ძალიან ძლიერი მიმართვა და მთავრდება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვებით. ის მოუწოდებს რუსებს მრისხანებისკენ და სიძულვილისკენ, გძულდეთ თქვენი მტერი, გძულდეთ პუტინი. აი ჩვენ რაღაცნაირად ისევა თეთრი ხელთათ მანებით, ვარდისფერი სათვალით, რომ აი ჩვენ ხო იმას არ დავემსგავსებით, არა, მტერი უნდა გძულდეს, მტერი უნდა შეიცნო, უნდა იცოდე და მე რაღაც სხვა სამყაროში თუ ზეციურ საქართველოს შეიძლება გამგსაჯორან, არ გამგსაჯონ ამისთვის, ხო, რაღაც უმაღლესი ქრისტიანული მორალით, მაგრამ დღეს ამ ქვეყნიურ სამყაროში მტერი უნდა გძულდეს, პუტინი უნდა გძულდეს. და მისი ყველა განსხეულება, მისი ყველა გამოსხატულება ასევე უნდა გძულდეს. პუტინმა სხვა შორის კიდევ ერთი რამ გააკეთა ამ დღეებში, გუშინ ნავალნის ამბავი იყო. დღეს არ ვიცი ამის შესახებ ჩვენთან არ მინახავს, მაგრამ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესპანეთში იპოვეს რუსი პილოტის გვამი, რომელმაც თავის დროზე რუსული ვერტმფრენი გადააფრინა უკრაინაში. აი ესე საჩვენებლად მეორე ადამიანი მოკლა ამ კონფერენციის დღეებში, ხო? რეალურად ეს არის ადამიანი, რომელიც გვანახებს, რომ ყველაფერი შეუულია, მას აქამდე ყველაფერი გაუვიდა. და თან ყველა ოპონენტი მოიშორა, ეს გვახსოვს ნემცოვი და ანუ უამრავი ასე არ არის ერთადერთი და პირველი შემთხვევა. ჩვენ ახლა ვამბობთ, რომ აი ამას მართლა აღარ მოითმენენ, ცოტა ჩემთვის ესეთია, სევდიანი დასაფიქსირებელია, იმიტომ რომ პუტინი მოვიდა ზუსტად ასე. ანუ 25 წელი დაჭირდა კოლექტიურ დასავლეთს, რომელიც დასავლეთი ხა მართლა არ არსებობს, ხო? ძალიან ჭრელი გაგება არის ჩვენ და სამწუხაროდ და 25 წელი დაჭირდა, რომ ძალიან მარტივი რაღაცები დაინახოს, თორე პუტინი იყო, რომელმაც 300 ბავშვი მოკლა ბესლანში. პუტინი იყო, რომელმაც 200 რუსი ჩვეულებრივი კინოში წამსვლელი მოკლა ნორდოსტში, ხო? პუტინი იყო, რომელმაც მანქანის ქვეშ დიპლომატიური პოსტით გაგზავნილი ბომბი დაუდო მამაშვილ იანდარბიევებს. ეს ყველაფერი ხდება 2003-ში, 4-ში, 5-ში ომამდე ან საქართველოს შემოსვლე ტერორისტია ჩვეულებრივი ადამიანი, ხო? ეხლა რა მინდა ვთქვა, ალბათ პუტინისთვის ყველაზე უფრო ღიმილის მომგვრელი არის, როდესაც ვიღაც ამბობს, რომ ჩვენ ახლა სანქციების მორიგ პაკეტს დავარქვათ ნავალნის სახელი. ნუ ძალიან საბავშვო ბაღია ახლა პუტინი არის მართლა კაცი ჭამია, მონსტრია და ჩვენ ახლა მის მიერ მოკლული ერთ-ერთი ადამიანის მორიგი მსხვერპლის სახელი დავარქვათ სანქციების ამ პაკეტს. ალბათ ნუ მას ძალიან ეღინება ამაზე, ხო? ხო, მე თუმცა ეს იგივე ხა 3 წლის წინ ბაიდენი გამოვიდა, თქვა რომ შემზარავი თავზარდამცემი და საშინელი შედეგები ექნება ნავალნის რამე თუ მოუვა ციხეშიო, ხო? ველოდებით ამას ყოველგვარი ნიშნის მოგების ჩასაფრების გარეშე და შიდა ამერიკულ პოლიტიკაში პოზიციონირების გარეშე ვამბობ ამას. მე მინდა როგორც ცივილიზებული თავისუფალი სამყაროს რიგითმა მოქალაქემ ვნახო, რას გააკეთებს თავისუფალი სამყაროს ლიდერი აი ამ ვითარებაში, ხო? ჩემი მოგზალებული აზრით, ანუ სანქციებად, იარაღი და სხვათა შორის ამ ნაწილში სანიმუშო იყო დანიის მაგალითი, რომელმაც თქვა, რომ საერთოდ რაც მაქვს артиლერია ყველაფერს ვაძლევ უკრაინასო, ხო? აი დანიას არ ჭირდება დღესდღეობით, უბრალოდ როგორ არ ჭირდება, მაგრამ ფრონტის ხაზი დანიისთვის დღეს რაც შეიძლება იყოს ბალტიის ზღვაში, დღეს გადის უკრაინაში, აღმოსავლეთ უკრაინაში, ხო? ეს შეიცნო, შეიგნო დანიის ხელისუფლებამ და აი ეს ნაბიჯი გადადგა, ხო? მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტრისგან ისწავლო და ხანდახან ტრის მეთოდები გამოიყენო მის წინააღმდეგ. რო გავიხსენოთ იგივე ჩეჩნეთის ომი, სადაც პუტინმა მოაწყო ჩვეულებრივი გენოციდი, ხო? ჩეჩნეთში ომს აგებდა პუტინი ხანგრძლივი დროის განმავლობაში, სანამ მან არ თვითონ არ დაიწყო იგივე ტაქტიკის გამოყენება, რასაც ჩეჩნები იყენებდნენ მის წინააღმდეგ. აი ესე ინფილტრაცია, სათითაოდ გამოშიგნა, ვიღაცა მოწამლა, ვიღაცა მოაკვლევინა, ესე, ანუ ფრონტალური ომით კი არ მოიგო, ფრონტალური ომით უბრალოდ ბევრი ადამიანი დახოცა, მაგრამ ომი ვერ მოიგო. მოიგო მაშინ, როდესაც აი ესე სათითაოდ მოიშორა ის საკვანძო ფიგურები, რომლებიც მას ხელს უშლიდნენ ამაში, ხო? ჩვენ ვახსენეთ ნავალნი, ვახსენეთ ნემცოვი, ვახსენეთ ეს რა მაქსიმ ყუზმინოვი არ თუ არ ვთქვი, ვინც დღეს მოკლა და ესპანეთში ვინც იპოვეს, ხო? ანალოგიური გადაწყვეტილება აი ამ კოლექტიურ დასავლეთში, რომელიც ერთიანობა სამწუხაროდ ჯერ კიდევ არ არის ცხადი, აი იმ სპეცსამსახურებმა უნდა მიიღონ, რომ დავიწყოთ რუსეთის შიგნიდან ჩამოშლა. ამას ვამბობ აბსოლუტურად, ანუ სრული პასუხი ახლა ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ აი მარტივი ხო არა, მარტივი ნამდვილად არ არის.
მაგრამ ამას სჭირდება გადაწყვეტილება და თუ გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ძალიან მარტივად მიიღებს ამ მესიჯს პუტინი, ხო? ჯერ ერთი ადამიანი რო წავა, მერე მეორე, მერე მესამე და ასე შემდეგ. ეს იქნება სულ სხვა ტიპის იმპულსი, თუნდაც იგივე შიდა რუსული პოლიტიკისთვის, რომელზეც დღეს საუბრობდა ნავალნის მეუღლე. გასაგებია. ეკა თქვენ ახსენეთ, რომ მიუხენის დოკუმენტებში საუბარი იყო ივანიშვილზე როგორც პრორუს ოლიგარქზე. ხა ოლიგარქი რომელიც ახერხებს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. ოლიგარქი უბრალოდ სიტყვა ხო არ არის. ოლიგარქებს ამაზე ბევრი დაწერილა, ბევრი შესწავლილა, თვალსაჩინო მაგალითებია იმისა, თუ როგორ მოქმედებენ ოლიგარქები და რას ნიშნავს ოლიგარქობა. ამის ერთ-ერთი საკვანძო ნიშან-თვისება არის ის, რომ არასდროს არდებს ოლიგარქი ცხენზე, მხოლოდ ერთ ცხენზე ფსონს. აი დოღია, ხო? დადო ორ ცხენზე, შეიძლება სამ ცხენზე დადო, ყველა მისია. და რას თავარი ამ ოლიგარქს ნათქვამი აქვს ეს. მე ამას ვიზამო. ხო, ჯერ ხელისუფლებაში მოვალო, მერე წამოვალო, მერე ხელისუფლებას ისე გავაკეთებო, რომ ოპოზიციაშიც მე ვყავდეო და თან მუდამ ყავდა 2 ან 3 ტიპის სპიკერი, ხო, ყავდა რაღაცნაირად გამოკვეთილად ანტიდასავლური ფლანგი, ახლაც ასე ხო, როგორც ხო. და ახლა ამ პროდასავლურ ფლანგზე შემოვებს თქვენ, აღარავინ არ ყავს, ხო, იმიტომ რომ ყველამ დაინახა ვინ არის. და აი ამ როლში დღეს ასპარეზობს სალომე ზურაბიშვილი. ჩვენ ხშირად გვითქვამს, რომ და აგერ დღესაც ითქვა, რომ სალომე ზურაბიშვილს რეალურად ერთი არაფერი გაუკეთებია ისეთი, ერთი არაფერი უთქვამს ისეთი, რაც გავიდოდა იმ ჩარჩოდან, რომელიც მისთვის არის შექმნილი. ხო, როგორც იმ დღეს პაპუაშვილმა ვერ თქვა, მე ამ თემაზე, ნავალნის მკვლელობის თემაზე, კომენტარი არ მაქვს კი არაო. ვერ მექნება კომენტარიო, მას არ ქონდა მისული ინსტრუქცია მასთან დაკავშირებით თუ რა ტიპის კომენტარი უნდა ქონოდა და შემდგომ აღმოჩნდა რომ რუსეთის დუმის დეპუტატებსაც ანალოგიური შეზღუდვა აქვთ, რომ თქვენ აკრძალული გაქვთ ამ თემაზე კომენტარის გაკეთება და ნუ როგორც აღმოჩნდა მათი ფილიალის მიმართაც ანალოგიური ინსტრუქცია გაიცა, რომ თქვენ ამ თემაზე კომენტარს არ გააკეთეთ და არ გაუკეთებიათ, ხო? ეხლა რაც შეეხება იმას სალომე ზურაბიშვილს აქ თუ არა ეს პოტენციალი, მე არ მინდა ვთქვა, რომ ადამიანი ხა ერთხელ რო რაღაცას იზამს, მუდმივად ამის მძევალია. რა თქმა უნდა, მას ამის შესაძლებლობა აქვს. მაგრამ ამისთვის ოპოზიციური კანდიდატობაზე სხვათა შორის ჯერ სააკაშვილმა დაიწყო საუბარი და შემდეგ დათო ბერძენიშვილის კომენტარი ნახე. აი ამაზე თუ შეიძლება ნახეთ, აი უბრალოდ რა მინდა ვთქვა. ეს ანუ პოლიტიკაც არის ბრძოლა, ხო? ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, ერთიანობა რო კარგია, გასაგებია, მაგრამ როდესაც ბრძოლაში მიდიხარ, მთავარი ხანდახან შეიძლება იარაღზე უფრო მნიშვნელოვანიც არის ის, რომ მქონდეს შენი თანამებრძოლის მიმართ ნდობა. ადამიანი, რომელიც გუშინ მეორე მხარეს იყო სანგარში. შენ გაბრალებდა ომის დაწყებას, შენ გაბრალებდა წითელუბნის რადარის დაბომბვას. ამაყობდა, აი გუშინ პირდაპირ მნიშვნელობით ამაყობდა იმის, რომ მე დავიწყეო გარეჯის სპეცოპერაციაო. არ დაგავიწყდეთო, მე დავიწყეო გამბავი, ხიდაშელმა და ივანიშვილმა კი არა, მე დავიწყეო. აზერბაიჯანთან რამაც გამოიწვია კონფლიქტი, რამაც გამოიწვია ის, რომ პირველად თავისუფალი საქართველოს ისტორიაში გარეჯში ვერ გადავდივართ, ხო? აი ეს ადამიანი უცბად ეხა გადმოვიდა აქეთ და იძახს, რომ მე შენიანი ვარ და კარგი იყავი, მაგრამ რამე მითხარი რა, აი რამე მითხარი რომ გენდო. ვიმეორებ, იარაღზე უფრო მნიშვნელოვანი არის ნდობა. ჩვენ არ გვაქვს არანაირი წინაპირობა იმისა, გარდა უბრალოდ აი ფუჭის სიტყვებისა, ხო, რომელიც უკან ქმედება პრაქტიკულად არასდროს არ არის, რომ ამ ადამიანის ნდობა შეიძლება რომ დაუშვათ არ მოვა ოქტომბრის შესაბამისი დღე და ის არ გააправებს იმას, რაც ივანიშვილს უნდა მისგან. შესაბამისად ეს ყველაფერი არ უნდა იყოს უბრალოდ ემოციაზე დაფუძნებული, უბრალოდ იმაზე, რომ ერთიანობა კარგია, კარგია ერთიანობა, მაგრამ ერთიანობა უნდა იყოს საერთო ბირთვის, საერთო ღირებულებების და ნდობის გარშემო, ხო? ადამიანს უნდა ენდო და კი ბატონო, წავალ მასთან ერთად ბრძოლაში.